ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება დაიწყეს. ევროკომისიამ შეიმუშავა უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც ატვირთულია მათსავე ოფიციალურ ვებსაიტზე. ნახოთ, როგორ გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტები ევროპის ქვეყნებში. ლურჯად მონიშნულია 2021 წლის, ხოლო ნარინჯისფრად მონიშნულია 2024 წლის მდგომარეობა. ხედავთ, რომ 2021 წელს ქვეყნების უმრავლესობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავდა თავდაცვაზე. 2024 წლისთვის კი ქვეყნების უმეტესობა გასცდა 2%-იან მაჩვენებელს. ევროკომისიაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ მობილიზებული თანხებით უნდა გაძლიერდეს თავდაცვის ინდუსტრია. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ევროპის მასშტაბით არაერთი მსხვილი სამხედრო სამრეწველო კომპანიაა. მნიშვნელოვნადაა განვითარებული თავდაცვის ინდუსტრია პოლონეთში, უკრაინაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, იტალიაში, შვედეთში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთში, თურქეთსა და რუმინეთში. გერმანიაში 5 მნიშვნელოვანი სამრეწველო კომპანიაა, საფრანგეთში 4, დიდ ბრიტანეთში 6. ფინური კომპანია პატრია აწარმოებს როგორც შეიარაღებას, ისე საბრძოლო მანქანებს და ასე შემდეგ. იტალიაში 2 კომპანიაა, შვედეთში კომპანია სააბი სამხედრო ტექნიკის ფართო სპექტრს ამზადებს. ესპანეთში 2 მნიშვნელოვანი კომპანიაა, საკმაოდ განვითარებულია ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრია. თურქეთში ამზადებენ როგორც საბრძოლო მანქანებს, ისე შემტევ უპილოტო საფრენ აპარატებს და ასე შემდეგ. სამხედრო მრეწველობით გამორჩეულია რუმინეთიც.